Utreti tadgomilman, Kristeman, Cheshmaritman, Mertman, Chwenman, Meochevita, Chola duxnelisa dedisa tvisisata, Zlierebita, Cholskopelisa, Patiosnisa, Juarisaita, Zvidata, Didebulta, da Qolatke-bulta, Motsikultata, Tatzvidata, Shoris Mamisa, Chwensa, Ioania Kropirisa, Konstantinel Polar Archiepiscoposisa, Zvidisa, Didisa, Mozamisa, Georgisa, Zvidisa, Didisa, Kaltsolmoza, Ekaterine ყოლად ბრძნისა და წვიდისა ღირსა დიდისა ჩვენსა ნინო ქართველ განმანათლებელისა და წვიდისა ნერსე თავარ ეპისკოპოსისა და წვიდისა საკვირველ მოქმედთა კოსმა და დამიანესი და მოწამისა პოტიტესი და ღირსისა პეტრესი წვიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასით და ყოველ წვიდათა მისათა შეგვიწყალნესა გვაცხონე ჩვენი თაცა სახიერარსა კაც მოყვარე სახელით ამამისათა და ძისათა და სულისა წვიდისათა ჩვენთან არის ღმერთი ნამდვილად ბედნიერი ხალხი ვართ რომ ღმერთმა დღე გაგვითენა მადლობა უფალს ყველაფრისათვის რომ შემოგვიყვანა ხელთუქმნელ ტაძარში და ღირსი გავხადა ცოდვილი ადამიანები წმინდა ტრაპეზის წინ დგომისა, საიდუმლოს აღსრულებისა და ჩვენ უბადრუგ პირში ქრისტეს სისხლისა და ხორცის ჩასვლისა. რომელი ერთი არ უნდა თქვა მადლობა, არ ვიცი. თქვენ ხშირად გაგიგონიათ და ასე ხშირად გაიგონეთ ჩემიდან ივანე ოქროპირი, რომლის ქადაგებები ტომებია და ოქროპირი მიწოდებულია იმიტომ რომ იყო რაღაც განსაკუთრებული ღრმად მქადაგებელი, კბილ მოსაუბრე და მისი ქადაგებიდან უმეტესობა არის ეს სიტყვები დიდება და მადლობა უფალო ყველაფრისათვის. წარმოიდგინეთ, ტომებია, მაგრამ აი მთელი აქცენტი გადააქვს ადამიანს, ოქროპირს, დიდებულ კაცს ამ სიტყვებზე. ადამიანი რო ხშირად გვთქვია ცოდვისათვის ღმერთი კლავდეს ადამიანს, ჩვენი სინსილა, ჩვენი მოდგმა გადაშენებული იქნება საუკუნეების იქით. არა, უფალი ყველას აძლევს შანსს გადარჩენისას. თვით პირველიც კიდევ ხშირად გავიმეორეთ, ავაზაკ ყოფილი შევიდა სასუფეველში, ავაზაკი განმარტება მკვლელი იყო, ქურდი იყო, რუში იყო და ხშირად თვრებოდა. და მან შეინანა და რას ეუბნება უფალს გახსოვთ უფალო მომიხსენე ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითაო და უფალი რას ეუბნება ჩვენ უგეში საცემად ეუბნება ამ სიტყვებს დღესვე ჩემთან შენიქნები სასუფეველში ესე იგი ისეთი დიდი ბრწყინვალე ქვეყნის ანგელოზი და ზეცის კაცი როგორც ნათლისმელია პირველი ის კი შეიყვანა ის კი შევიდა მაგრამ პირველი არა არამედ ყოფილი ავაზაკი რომ ჩვენ გული არ გაგუტეხოდა რამოთ ჩვენ ყოველ წუთში ხო ვცოდავთ ყოველ წუთში ან თვალით ან შეხედვით ან შეხებით ან მოძრაობით მაგრამ შანს გვაძლევს უფალი არა მე ვარ სიყვარული უფალი ამბობს მოდით ჩაგიხუტებთ გულში მაგრამ ჩვენ ხანდახან ფეხს ვითრევთ გონებას არ ვძაბავთ გონების თვალს სინდის ვაბნელებთ და ვეღარ ვგებულობთ უფლის ხმას ეხლა დღევანდელ სახარებაში პირდაპირ ესეთი რამ არის მითითებული თქვენ კარგად მოისმინეთ არც მე არ ვჩქარებული ვარ და ნუ ზრუნავთაო და მოკლედ განმარტებელი ასეთ რამეს ამბობს ყოველ დროს აფიქრებდა ხალხს მაშინაც პირველ საუკუნეებში როცა თვითონ უფალი ქადაგებდა და ეხლაც როცა ჩვენ მოციქულების გამგრძელებლები ქადაგებთ თუ შეიძლება ადამიანმა თან ესე იგი ნეტარებებში აქ თავის ჭკუაზე უпроსტად იყოს, იმრუშოს, ილოთოს, იქურდოს, ესე იგი რაც უნდა გააკეთოს და ცხონდეს. რა თქმა უნდა არა. თუ შეიძლება ადამიანმა კეთილი საქმე აკეთოს და თან დიდარი იყოს, არა. აი ასეთი პასუხებია. საერთოდ თვითონ სიმდიდრე ცოდვა? არა. აი იობი ერთ-ერთი დიდი წმინდა მამა ძალიან დიდარი იყო, მაგრამ ის არ იყო მონა სიმდიდრისა. ის მას იყენებდა ბატონი იყო სიმდიდრისა ჩვენ ხანდახან ლარების მონები ვართ ჩვენ ხანდახან ლეიბის მონები ვართ ადიელის საბნის კონსერვის აი ესეთ რამეს კი გვიშლის უფალი სათნოების დედოფალი სულის სუნთქვა ლოცვა გუშინ წურსეც ვისაუბრე და მას ხშირად მისაუბრე ჩემთანს ვარიგე პირველ რიგში
მხოლოდ და მხოლოდ მიუყვანებელია სასופევლის კართან შიდ ვერ შეხვალ ლოცვითა და მარხვით. ხოლო თუ ახლო ურთიერთობა გექნებაო ღმერთის ასულთან მეგობრული ურთიერთობა ღმერთის ასული აი ნახე ლოცვა არის სათნოების დედოფალი სული სუნთქვა მარხვა ეს არის მიუგანებელი ანგელოზებისა მაგრამ სხვადასხვა შეიძლება ადამიანი არ ჭამდეს მაგრამ წარენა კონდეს მაშინ ეშმაკის მიუგანებელი იმიტომ არც ეშმაკი ჭამს არც ანგელოზი არ ჭამს ხოლო თუ მარხულობ და ტკბილ მოუბარი ხარ მაშინ ანგელოზებრივ მდგომარეობაც შეიძლება დაგეუფლოს მაგრამ არც ერთი შემთხვევაში არ გიღებს კარებს უფალი ლოცვითა და მარხვით მიხვალ და დადგები კარებთან რადგან კარებთან დგომა თუ არ შეხვედი აქ უკვე თავარია მოწყალების გაცემა მოწყალება იწოდება ღმერთის ასულად ამიტომ ქრისტიანს როგორც დოპინგის მომხმარეს როგორც ნარკომანს როგორც შეიძლება თქვა ლოტს არ შეუძლია ერთი წუთიც კი არ მიიღოს ეს ნივთიერება ისე ქრისტიანს არ უნდა შეეძლოს ერთი წუთიც გავიდეს რომ ვიღაცას რაღაცა არ მისცეს რა თქმა უნდა ყოველ წუთში ვერ გასცემ ეს ღიმილი მაინც რამ დაგიკარგა ნუგეში სიტყვები რამ დაგიკარგა რა ჩამოგიშვია ხვიპირი რა შემომტირი ხარ ჩემი პრობლემა მაქვს ან მე შე რა შემოგტირი ვარ თქვენ პრობლემა აქ არის პატარა წვეთი და ის მარილიანი აი რას ამბობენ მარილიანი ზღვის წვეთში ვარ ჩვენ და ცოტა ხანს ვიქნებით და უნდა გადავიდეთ თაფლზე უფრო ტკბილ სასופეველში ასეთი რამეა ნათქვამი ზეციდან ხატოვანია მაგრამ ასია ერთი წვეთიც რო ჩამოვარდესო თელი მსოფლიოს მლაშე წყალს გადაატკბობს აი სად მივდივართ ჩვენ მაგრამ რითი მივდივართ ლოცვით თავდაბალი ლოცვით მარხვით თავდაბალი მარხვით მაინც ვერ შევდივართ კაცო ესე იგი ისევ და ისევ ვიმეორებ ღმერთის ასულთან მეგობრული ურთიერთობით ეს არის მოწყალების გასცემა საერთაშორის მოწყალე ადამიანი ყოველთვის ბარაქიანია წუწუნა ადამიანი რომელიც ამბობს მე რა გამაჩნია რაც გააჩნია დააკვირდეს იმ მეორე კვირაში იმას ის აღარ ექნება რა გაგაჩნია შედალოცვილო ტიტული არ დაიბადე კაცო რომ მოკვდები რა უნდა წაიღო კაი საქმეს გარდა შიშველი წესით ასაცმოსაც არაცმოდენ იცით უფალი გაუსეს ზეთი და შეახვიეს ახლა ჩვენ ვაცმე შაროკო კი ბატონო ეს მოგალპებ მაი ტიტული უნდა ჩახვიდე ხორცით მიწაში ხოლო ღვთის წინაშე უნდა წარდგე შენი საქმეებით ლოცვები მაინდამაინც ვერავის ვერ გავაკვირებ ზეცაში ხოლო მოწყალებით კი ნამდვილად გადაწონი არის სასწორი პინა ერთი აქეთ მეორე იქით და შენი გაკეთებული სოდვები დევს ერთ მხარეზე გაკეთებული მოწყალება მეორე მხარეზე ვერავი ხანდახან მეუბნებიან ახსერებაში სულ ბოლომდე რაც შევცოდე ასე რა გონი ეცი და არ დარჩევა ცოდვა ის მე მეცინება შიგნი რაც არ უნდა ესე იძახა მაინც გახვევა იქ შენ ცოდვა შეიძლება 200 რომელიც შენ არ იცი როგლახად დაამწყიკო როგლახად გაიარგა რო შენ არ გახსოვს ამიტომ მოდი ნუ გაქ იმის იმედი რომ ასე რო თქვი ახსარებაში ის კონკრეტული გეპატიება მაგრამ მაინც გახვევა თვითწმიდა მამებიც კი პატარა ლაქებით გადიოდნენ რომლებიც ანგელოზებივით ცხოვრობდნენ და ჩვენ როგორ გავალთ ამიტომ ერთადერთი შანსია ლოცვა მარხვა თავდაბლად და მოწყალების გაცნება ღვთის ასულთან ახლო ურთიერთობა მოგცეს ღმერთმა კეთილი გული გონება სინდისით განათებული რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლიტერატურის საკითხას საჭიროებს ისე გონება არ ნათება გული გაწმენდილი რომელიც ლოცვით თავდაბალი ლოცვითა და ზიარებით იწმინდება თუ კი გონება გაწმენდილი გაქვს სინდისით გაწმენდილი გაქვს ესე კითხვით გული გაწმენდილი გაქვს შევისული კრიალა და თვალებშიც გეტყობა ეს ასე რომ თვალებს ვერავის ვერ დავამალოს ხანდახან ცოტა თავსძალა დავაყოლოთ კი ვარ დაბინძურებული გული და თვალები მაინც გავიღიმოთ იქნება ნელა-ნელა გადავერთოთ წმინდა მდგომარეობაში ასე რომ წმინდა მამების ლოცვით ღმერთმა მოგანიჭოს ტკბილი სასუფეველი